ჩვენ ძალადობას დავარქვით ძალადობა. როდის დაიწყო ღიად საჯარო მოხელეების პროტესტი? ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას დავარქვით ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა. ეს არის საჯარო სამსახურის ერთიანი გადაფორმება. გარემო არის მტრული. გითხრეს რამე საყვედური შიშის გამო ამას შევწყვათ, მაშინ გამოდის, რომ თუნდაც იმ პირველ პროტესტსაც აზრი დაეკარგა. ძალიან მეშინია ფიქრისაც კი იმაზე, რომ ერთხელ შეიძლება აი ჩემს მცირეწლოვან შულს ხელი მოვკიდო და რომელიმე ევროპულ ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი. წინ ევროპისკენ ნამდვილად პარლამენტის შენობის შიგნით თუ გარეთ. იანვრის დასაწყისიდან ვაშუქებთ ჩვენ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ამბებს. ამას წინ უძღოდა ცვლილება კანონში საჯარო სამსახურის შესახებ, თუმცა აქამდე ჩვენი სტუმრები იყვნენ მხოლოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები. თქვენ სამივენი ხართ მოქმედი საჯარო მოსამსახურეები, მუშაობთ პარლამენტში. პირველი რაც მინდა გკითხოთ, რატო გადაწყვეტათ რომ გელაპარაკოთ? იმიტომ რომ ბევრი საჯარო მოხელე დღემდე ამჯობინებს დუმილს ამ თემაზე. მე ვფიქრობ, რომ აი ისეთ პირობებში, როგორშიც მთელი ქვეყანა აღმოჩნდა, მათ შორის ჩვენი ჯგუფით საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, როდესაც რაღაცნაირად აღარ არსებობს იმედი სამართლიანობის პოვნის სასამართლოში, იქნება საერთო სასამართლოებში თუ საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთადერთი იარაღი გავაგონოთ ჩვენი ხმა დანარჩენ საზოგადოებას, რომელიც ჩვენ გვეთანხმება ან არ გვეთანხმება, პრინციპში ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, არის საჯაროობა. და ვის შეუძლია უფრო უკეთ დაანახოს სხვა ადამიანს ამ ცვლილებების დრამატულობა და მანკიერება იმაზე უკეთ ვიდრე ადამიანს, რომელსაც ის ეხება. აი ჩვენ ყველანი ვართ ამ ცვლილებების ადრესატები. ჩვენ შეგვეხება ეს ცვლილებები და არა თუ ჩვენ შეგვეხება, ჩვენ გამო არის მიღებული ეს ცვლილებები. ეს არის რეაქციული ნაბიჯი პარტია ქართული ოცნების მხრიდან იმ პროტესტზე და იმ ღია მოსაზრებაზე, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ. ჩვენ ძალადობას დავარქვით ძალადობა ღიად და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას დავარქვით ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა. შემდეგ ამას მოყვა ასევე დაანონსება წინასწარ გამოცხადება ჩვენი დევნის გამოცხადებული დევნის ქრონიკა, აი ეს მინდა რომ ყველამ კარგად გაიგოს. ეს ვილაპარაკებთ აუცილებლად, რომელიც მოულოდნელი იყო. ეს წინასწარ გითხრათ ჩვენ რომ იქნებოდა კანონიერი პასუხი, ეს არ არის კანონიერი პასუხი, ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური უკანონო პასუხი, თუმცა პასუხია და მოქმედებს ეს პასუხი სამწუხაროდ, ძალა აქვს მას. ანუ ეს განცხადება იყო უკვე ღიად ლაპარაკის დაწყება, ხო? ეს განცხადება იყო გადაწყვეტილება, რომ ღიად გვესაუბრა და იყო ასევე არჩევანი სიმართლე რომ ვთქვათ. სამოქალაქო. კი, სამოქალაქო არჩევანი და პროფესიულიც, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი საჯარო მოსამსახურეები პირველ რიგში ვალდებულები ვართ ვემსახუროთ სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესი დადგა საფრთხის ქვეშ და ამაზე ხმის არ ამაღლება უკვე დანაშაულია. გამოდის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვასრულებთ. თავდაცვაც ხო არ იყო რაღაცნაირად. ვერ ვიტყოდი პირიქით, ანუ როდესაც ჩვენ ეს ღია განცხადება გავავრცელეთ, ჩვენ ძალიან კარგად გქონდა გააზრებული, რომ პირდაპირ თავდასხმის სამიზნეები ვიქნებოდით, ანუ მაგრამ როდესაც უკვე საუბარი არის ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე, როდესაც საუბარი არის კანონის უზენაესობის დაცვაზე და როდესაც არის საფრთხე, რომ სწორედ კონსტიტუციური ჩარჩოს გასცდა გარკვეული ქმედებები, ამ დროს პირდაპირ ვალდებულება გაქვს შენ საჯარო მოსამსახურეს, რომ ხმა მოიღო და თქვა, რომ ეს არ არის ის გზა და ეს არ არის ქმედება, რომელიც ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. თქვენ ხართ ინიციატორები, არასრული შემადგენლობა, მაგრამ თქვენ სამნიც აი ამ ცნობილი პეტიცია განცხადებისა, ხო, მისი გავრცელების საჯარო სექტორის თანამშრომლებისა, რომელსაც ეხლა თუ არ ვცდები 460, შეიძლება ცოტა მეტი ადამიანი აწერს ხელს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც მოჰყვა ირაკლი კობახიძის ასევე ცნობილ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. და ბევრი პუნქტი იყო იქ, მაგრამ თავარი რამდენიმე, სადაც მოხელეები ხელს აწერდნენ რას, რომ
ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეხლა რამდენჯერ რომ მოგვიწევს ამის გამეორება, მაგრამ ალბათ ეს მთავარია. იქ პირდაპირ ეწერა, რომ სასიცოცხლოც მნიშვნელოვანი არის საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და რაც მთავარია, იქ ეწერა, რომ თქვენ ცალსახად ემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და კაცრად გმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმების გამოყენებას, დარბევას. იცით, როცა ეს განცხადება ვნახე, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, იყო ის ცოტა ხნის მერე ის თუ როგორ ხართ ჯერ კიდევ თქვენს პოსტებზე, იმ ადგილას, სადაც მუშაობთ, იმიტომ რომ უკვე ბევრი ადამიანი არის გაშვებული ამ ნიშნით, ღიად რაღაცების გამოხატვის გამო. ეს არ არის ოფიციალური მიზეზი მათი გათავისუფლების ცხადია, თუმცა თუ ჩავხედავთ ამ საქმეებს, ყველა ადამიანს თითქმის ყველა ადამიანს აქვს მოწერილი ხელი ამ ტიპის რაიმე განცხადებაზე. დავრჩით, მაგრამ ბევრად გაუარესებული პირობებით ვართ ამ პოზიციებზე, ვინაიდან 1 იანვრიდან ჩვენთვის ამოქმედდა ეს დაანონსებული ცვლილებები და აქამდე უვადოდ დანიშნული თანამშრომლები ვართ 1 წლით დანიშნული თანამშრომლები, რომლებთანაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცალმხრივად გაწყვიტონ ეს ურთიერთობა. პირველი 31 დეკემბერს განთავისუფლებულთა რიცხვში არიან ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. და ჩვენ ეხლა გადავედით ამ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი სამუშაო პირობები საერთოდ გაუარესდა და შესაბამისად უკვე მიეცათ ბერკეტი, რომ თუნდაც ხვალ ზეგ შეიძლება 1 თვის მერე, შეიძლება 1 წლის მერე ეს ხელშეკრულება თვითნებურად გაწყვიტონ. მე გამიკვირდება თუ არ გაწყვეტენ და ალბათ თუ არ გაწყვეტენ ეს იქნება პირველი სტანდარტი, როდესაც საჯარო მოსამსახურემ ხმა აიმაღლა, რეალურად გამოიყენა ის უფლება, რასაც კონსტიტუცია აძლევს და ამ უფლების გამოყენების შედეგად მან შეინარჩუნა სამსახური და ვერ ვიტყვით, რომ კაცრად არ დაისაჯა სამსახურის დაკარგვით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა ქმედებები ჩვენს წინააღმდეგ არ ყოფილა გახორციელებული. მაგალითად, ნინი, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას. და ზუსტად იციან, რომ თქვენ იყავით ინიციატორიც. რა მოხდა მერე თქვენ სამსახურში, თქვენს გარშემო? რა შეიცვალა? გითხრეს რამე, საყვედური, ან თქვათ, იგრძენით, აი საინტერესოა, რა კი დღეს აგრძელებთ ეგ მუშაობას, როგორი არის დამოკიდებულება უფროსების, თქვენზე ზემდგომი ადამიანების, თანამშრომლების, რა ვიცი, ირაკლი კობახიძემ საჯარო სამსახურის თვითწმენდა უწოდა ამ ასე ვთქვათ, ამ ძალიან ცუდი კონოტაცია აქვს ამ სიტყვას წმენდასაც და თვითწმენდასაც და მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ტერმინი, რომელიც საკუთარ მოსახლეობასთან შეიძლება გამოიყენო, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც წლები ემსახურება საკუთარ სახელმწიფოს და ხალხის პროგრესს, რაც დაადგინა ბევრი წლის წინ, უზენაეს მას სასამართლომ თქვა რა არის ეს საჯარო სამსახური. ვიღაცას შეიძლება პარტიული თილისმა ან თანამატი გონია, მაგრამ ეს არც ერთი მათგანი არ არის, ეს არის საკუთარი ხალხის საუკეთესო ინტერესების მსახურება. რაც შეეხება იმ გარემოს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ის არსებითად განსხვავდება იმ გარემოსგან და დამოკიდებულებისგან, რომელიც იყო პეტიციამდე. აი, კონკრეტული მაგალითები მითხარით უბრალოდ, რაც გახსენდებათ და რაზეც გარემო არის მტრული. ანუ პირდაპირ ესე შეიძლება შევაფასოთ. მივყვებით ჩვენ სუბორდინაციის ჯაჭვს თუ ჰორიზონტალურად მიმოვავლებთ გარშემო თვალს, გარემო არის მტრული. ეს იგრძნობა ურთიერთობებში, ეს იგრძნობა კომუნიკაციაში, ეს იგრძნობა კომუნიკაციაში მათ შორის. ქონაშიც. ანუ იმ სამსახურში, რომელიც თქვენ ასე იდეალისტურად მიგაჩნდათ და არის მუშაობდე სამსახურში, სადაც შენი უფროსი შენთან კომუნიკაციაში არ შემოდის. რავლის მთქმელია ეგ დუმილი. ერთი არის თვითონ ხელმძღვანელობის მხრიდან კომუნიკაციის შეწყვეტა, თუმცა თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, რომლებმაც არ ვიცი ეს თვითცენზურაა თუ თვითონ თავისინებით რომ არ მოხვდნენ ჩვენთან დაახლოებულ პირებში და თვითონაც ასე რომ ვთქვათ ეგრეთ წოდებული სამიზნე არ გახდნენ, ანუ მათგანაც იგრძნობა, რომ შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია, ეს ახლა თავისინებით ხდება თუ დავალებით მე მაგაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტიურად გარემო არის მტრული და მკვეთრად გაუარესებული არის სამუშაო პირობები. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, მარიამ რაც თქვა, რომ თვითცენზურით არჩევანი თუ მის გარეშე ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად შეიძლება ცდილობდნენ თავი შეიკავონ ჩვენთან იმავე ხასიათის ურთიერთობისგან. ეს არის
ეს ინსტიტუციურ ჩამოშლასთან ხომ გვაქვს საქმე ამ ცვლილებებით, ამ განცხადებებით, რომელიც ჩვენ მოგვემართებოდა. ამას აქვს კიდევ რამდენიმე თანამდევი შედეგი, რომელიც არ ვიცი იყო თუ არა ჩაფიქრებული, მაგრამ ცხადია, რომ ამით ხდება ამ პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანების მარგინალიზაცია, ანუ გამოყოფა და მათთვის უარესი პირობების შექმნა, როგორც ესე ჰორიზონტალურ დონეზე, ასევე სუბორდინაციულად. ჩვენ ვართ მორალურად დარტყმის ობიექტები, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ პოზიციებზე კვლავ ვმუშაობ. ვისგანაც მაგას გრძნობთ, როგორ ფიქრობთ, ისინი უბრალოდ არ გეთანხმებიან, აი მათი პოზიცია აბსოლუტურად სხვა არის თუ ეშინიათ. ამის თქმა ძალიან რთულია, შესაძლოა არ გვეთანხმებოდნენ, შესაძლოა ეშინოდეთ ან ორივე ერთად, ან ფიქრობდნენ, რომ საერთოდ ასეთ ბრძოლას აზრი არ აქვს და ადამიანმა უნდა მიხედოს საკუთარ ცხოვრებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ადაპტირდეს იმ გაუარესებულ ტოტალიტარიზმთან, მიმსგავსებულ გარემოსთან, როგორიც ახლა გვაქვს და რაც ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ იშლება. სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში საჯარო სამსახური აღქმული იქნა სხვადასხვა მთავრობების მიერ ადმინისტრაციულ რესურსად და ეს აღქმა თვითონ საჯარო მოსამსახურების გარკვეულმა სეგმენტმა შეისის ხორცა, გაითავისეს ეს. მოდი ვილაპარაკოთ ამ ცვლილებებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. არაერთმა კვალიფიციურმა იურისტმა აღნიშნა, რომ ეს დაჩქარებული წესით შეცვლილი კანონი დამსაქმებელს აძლევს უზარმაზარ თავისუფლებას. როცა პირველად ჩახედეთ ამ ცვლილებებს, დაიდო თქვენს მაგიდაზე, რა გაიფიქრეთ, რა თქვით? ერთ საჯარო მოხელე სალომეს, რას შეგიცვლით ეს შეცვლილი კანონი? მე ვიყავი უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, რომელსაც მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, არაერთი წახალისების ფორმა მაქვს მიღებული მატერიალურის და არამატერიალურის კარგი მუშაობისთვის და უცებ აღმოჩნდა, რომ ვარ ერთი წლით დასაქმებული იმ ვადით, რა ვადითაც ცენტრის დირექტორია დასაქმებული. ესე იგი, ვადიანი თანამშრომელი გავხდი და მივები დირექტორს. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო წლების წინ თქვა, რომ ამგვარი სტრუქტურირება, ასეთი ჩამოყალიბება საჯარო სექტორის ძალიან დიდი საფრთხეა მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და საერთოდ მთლიანად სექტორისთვის ძალიან დიდი საფრთხეა და მე ჯერ გაუცებული ვიყავი ეს რომ წავიკითხე, იმიტომ რომ მაშინვე ამომიტივტივდა თავში გადაწყვეტილება ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და კი მაგრამ ეს ხომ ამათაც იცოდნენ როგორ იმეორებენ იმავე ნორმატიულ შინაარს შეუძლებელია რომ არ ცოდნოდათ. ესე იგი მათთვის სულ ერთია, ხო? კანონის ავტორმა იცის რომ მის მიერ შექმნილი ნორმა უკვე უარყოფილია გასაგებენაზე რომ თქვა წლების წინ უარყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მაგრამ ზუსტად იმავე ფორმულირებას წერს კანონში. ანუ გამოდის, რომ თუ ჩვენი ხელმძღვანელი გადავასადმე, ან თავისინებით განთავისუფლდება თუ თვითონ მისინების გარეშე, ჩვენ ავტომატურადაც თავისუფლდებით. ანუ სტაბილურობის ჯაჭვი ირღვევა. სტაბილურობის ჯაჭვი ირღვევა, მაგრამ ჩემთვის პირველი შეფასება ეს იყო, რომ ეს არის საჯარო სამსახურის ერთიანი გადაფორმება. გადაფორმება კონკრეტული მმართველი პარტიის ინტერესების ქვეშ. ანუ მნიშვნელობა არ აქვს ეს. ქართული ოცნება იქნება თუ სხვა პარტია, ისე კარგად მოირგებს სისტემას, იმიტომ რომ თუ იყო აქამდე განცდა, რომ ხელმძღვანელი უწყების პირები ინიშნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით, ეხლა უფრო დაბლა ჩამოვიდა და პოლიტიკური ნიშნით მოხდება დანიშვნა უკვე შუალედური რგოლის მენეჯმენტის, რაც საბოლოო ჯამში შუალედური რგოლის მენეჯმენტი არის პასუხისმგებელი რეალურად ყოველდღიურ ოპერაციაზე შესრულების ხარისხს და მე თუ ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ ერთი წლის მიღმა ამ სამსახურში, მე პირველ რიგში მეზღუდება სტრატეგიული ხედვა ინსტიტუციის განვითარების, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა იქნება ერთი წლის მერე. მეორე, მე უკვე მიბმული ვარ უფროსის კეთილგანწყობას, იმიტომ რომ არა მარტო მისი მუდმივად კეთილგანწყობა. არა მარტო მისი კეთილ, ხო, იმიტომ მისინებითაც შეიძლება გამთავისუფლდე და აქვს ამისი უფლება. და ბრძოლაც რომ მოინდომო სასამართლოში, მე იმ კომპენსაციასაც ვეღარ მიიღებ. მოდით შევხედოთ სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შრომითი დავების მიმართულებით საკმაოდ კარგი პრაქტიკა ჰქონდა ბოლო წლებში. ეხლა რომ შევხედოთ სასამართლოს სისტემას, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭები ციხეში პატიმრობაში დატოვა რაღაცა წვრილმანი, ასე ვთქვათ, აბსურდული მიზეზით, ასეთი სასამართლოს პირობებში ნდობა საკმაოდ დაბალია. რა თქმა უნდა, არსებობენ ერთეული მოსამართლეების, რომლებმაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა შევხედეთ, რომ ის
ისინიც დევნის მსხვერპლი არიან და ისინიც სამიზნეები იქნებიან. ამიტომ ცოტა რთულია თქვა. მთავარი რაც ქვეყანას ამუშავებს, ეს არის საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობა და ეს ნდობა ყოველდღე იკარგება და თუ მაგალითად რომელიმე სისტემა, საჯარო სამსახურში რომელიმე ინსტიტუტის მიმართ იყო მაღალი ნდობა, ეს თანდათან გაქრება და დაუბრუნდებით ისევ აი ჩემი ბავშვობის პერიოდს, სადაც მახსოვს, რომ საჯარო სამსახურში ჯერ მოხვედრა იყო საკმაოდ რთული და მეორეც ყველას ეძახდნენ, ანუ არ იყო ასე ვთქვათ ის ადამიანები აღქმული კეთილსინდისიერებად, ვინც იქ მუშაობდა. ანუ და ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები არის ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ჩვენ შევწყვეტეთ ევროკავშირისკენ სვლა. მე ხა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, ამ გადმოსახედიდან ვუყურებ და ჩემი პირველი რეაქცია იყო ეგ. იმიტომ რომ როგორ დაიწყო საჯარო სამსახურის რეფორმა, რას მოყვა პირველად ამ კანონის მიღება, ეს დაიწყო ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობით. და უნდა გავიხსენოთ აქ ასოცირების ხელშეკრულება 2015 წელს, სადაც საუბარი არის, რომ ქართული მხარე ვალდებულებას იღებს რომ ჩვენ ვებრძოლოთ კორუფციას, ჩვენ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ კარგი მართლობა და სწორედ ამის გამოძახილი და შედეგი იყო შემდგომ რეფორმაც და ეს კანონიც. აი ეს ცვლილებები, რომელმაც მთლიანად გამოშიგნა მორალურად კანონი, ინსტიტუციურად, ობიექტურად, პირდაპირ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ შეწყვიტა საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა. განსაკუთრებით ისეთი კრიტიკული მიმართულებებისთვის, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება, იქ დასაქმებული ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებშიც სახელმწიფო დებს ინვესტიციას. მათი განათლება არის სპეციფიკური. მათი გამოცდილება ასევე არის სპეციფიკური. ამ ადამიანების გაშვება სისტემიდან ესე მარტივად და მათი ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუ მოხდება საქმის და ამ საქმის ხარისხის ხარჯზე. რაც ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დააზარალებს. ანუ მოხდება იმ ადამიანების გადინება და გაგდება სისტემიდან, რომელთაც აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში, საქართველოს და რესურსია ჩადებული, ხო, მათში დიდი თქვენშიც ალბათ ასეა, ფინანსური, ყველანაირი. პრინციპში ძირითადად ჩემ შემთხვევაში რესურსდებდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როდესაც ვიგზავნებოდი ხანგრძლივ თუ მოკლევადიან კურსებზე და იქიდან დიდი ცოდნა ჩამომქონდა, რომლის იმპლემენტაციად, რომელსაც მე ვნერგავდი სხვადასხვა ცვლილებებში და ეს ცვლილებები დღეს ამოქმედებულია და ამ ცვლილებებით ხალხი სარგებლობს, სიკეთე აქვს მოტანილი ამ ცვლილებებს. რეალურად როდის დაიწყო ღიად საჯარო მოხელეების პროტესტი? როცა კანონი მათ შეეხოთ და იგრძნეს, რომ რაღაც საფრთხე მათ მიადგათ? ვერ ვიტყოდი ეს ძალიან ლეგიტიმური და სამართლიანი კითხვაა და პრინციპში საზოგადოებაში ისმის ეს შეკითხვა და ამ კითხვას აქვს თავისი ფასი და თავისი წონა ჩვენთვისაც მათ შორის. რატომ არ იყო ეს საჯარო განცხადებები? იგივე გაზაფხულზე მაგალითად ასე აქტიურად როცა მიდიოდა აქციები და მრავალათასიანი და ხანგრძლივი აქციები რუსული სტილის აგენტების კანონის წინააღმდეგ სად იყო მაშინ საჯარო სექტორი ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა. თქვენი აზრით მაინტერესებს სად იყავით? დასფიქრობდით რა აქციაზე იყო საჯარო სექტორი, ოღონდ როგორც მოქალაქეები ამ ქვეყნის. კი. ყველანი ინდივიდუალურად. ოღონდ აი ეს საჯარო პოზიცია, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ბუნებრივია შეიძლებოდა ამ გადმოსახედიდან, რომ უფრო ადრეც გაჟღერებულიყო ჩვენი მხრიდან. თუმცა აი ყველას აქვს თავისი გარდამტეხი მომენტი, ყველა ჯგუფს თუ ყველა ინდივიდს და როგორც ჩანს კი არა ეს ასეა და ფაქტია, რომ ეს იყო ის განცხადება, რომელიც შეეხებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შექცევას. პროცესიც რაღაცა კუთხით უნიკალური არის, ხო? თქვათ ეს მარში საჯარო მოხელეების, რაც მოეწყო რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, ის რომ პეტიციები პირველად შეგროვდა, ანუ თვითონ ეს მომენტი ხო ისტორიული არის, ამ ბევრჯერ ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ თვალსაჩინოა საზოგადოების ტრანსფორმაცია. ტრანსფორმირდება თვითონ საჯარო სექტორიც და საჯარო მოსამსახურეც ამ პროცესში, იმიტომ რომ
არსებობს რაღაც წერტილი და ზღვარი, როგორც სალომემ აღნიშნა, სადაც იმის იქით წასასვლელი უკვე აღარ არის. საჯარო მოხელეებს აქვთ თმენის ვალდებულება, ჩვენ მაინც ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ბოლო მომენტამდე დავიცვათ ეს ჩვენი სტატუსი, ვიყოთ აპოლიტიკურები თუ აპარტიულები, როგორც ნეიტრალურები, მაგრამ როგორც დასაწყისში აღნიშნე, სახელმწიფო ინტერესს, როდესაც ეხება საქმე, იქ ვეღარ იქნები მდუმარე. ეს საფრთხე გაზაფხულზეც ჩანდა და კიდე მანამდე ადრეც, მაგრამ გაზაფხულზეც ჩანდა, ანუ რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდოდით იქამდე, რაც შემოდგომაზე მოვისმინეთ, არა? პრინციპში გაზაფხულზეც იყო საუბარი ცალკეულ წრეებში, ესე ჩვენ სხვა პრივატულ სივრცეებში გვისაუბრია ამის საჭიროებაზე და რაღაცა პლატფორმის საჭიროებაზე, სადაც შეგვეძლებოდა ამ პოზიციის გამოხატვა, მაგრამ რაღაც ორგანიზება ვერ მოხდა ამ პროცესს. ეს არ არის ჩვენთვის უცხო და ახალი. ამ დრომდეც გვქონია ამაზე მსჯელობა და საუბარი უფრო ვიწრო წრეს. აი აქციებზე იდგაო საჯარო სექტორიო და ამის გამო არ იღებდით თუ არ იღებდნენ ნახეთ როგორ არის ის ფაქტი, რომ მაგალითად საჯარო მე როდესაც ვასრულებ ჩემს სამუშაოს, მე როგორიცაც გამოვდივარ სამსახურიდან, მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ვაგრძელებ ცხოვრებას როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, გადაწყვეტილება, რასაც მე ვიღებ ჩემი სამოქალაქო პოზიციიდან, ეს არის უკვე ჩემი კონკრეტული პირადი გადაწყვეტილება და ეს საერთოდ არ ეხება საჯარო სამსახურთან აფილირებას. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ საჯარო სამსახური დუმდა აქციებზე ან რუსული კანონის მიღების პერიოდში, რა თქმა უნდა, ცალსახად იყო პოზიციები და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ იყვნენ იმ პერიოდში ინსტიტუტები, რომელსაც ლეგიტიმაციაც ჰქონდათ, რომ თავისი აზრი, როგორც ინსტიტუტს დაეფიქსირებინათ და შესაბამისი, ასე რომ ვთქვათ, ოფიციალური განცხადება ჰქონდათ, ამის ვალდებულებაც არსებობდა. თუმცა, ეხლა, როდესაც უკვე ზღვარი გადაიკვეთა 28 ნოემბერს, როდესაც საუბარი არის, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ აი ამ ეს ევროინტეგრაციის პროცესი არ დაწყებულა 2014 წლიდან, გაცილებით ადრე დაიწყო და ფაქტიურად შეიძლება ითქვას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როდესაც პირველად ევროკავშირის ინსტიტუტებმა ჩვენ გვიწიეს დახმარება და გარკვეული პროგრამები გაჩნდა, ეს იყო დასაწყისი და ეს ეტაპობრივად განვითარდა, ხო? და თუ ამდენი წელი ჩვენ მუშაობდით და მოდით თუ ათვლას დავიწყებთ 2014 წლიდან ეს რეფორმები, რომლებიც განხორციელდა და რომლის უკან ამდენი შრომა იდგა, ხო, მივდიოდით რაღაც მიზნისკენ, ხო? ეს იყო პროგრესული საზოგადოება, რომელიც სადაც ეს სიკეთე უნდა გავრცელებულიყო ყველა სექტორზე, ყველა ადამიანზე. მაშინ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, არის ეს იყო მესიჯი, რომ ჩვენ ვამბობთ უარს განვითარებაზე და ამ შემთხვევაში არც სამოქალაქო პოზიციიდან და არც საჯარო სექტორში დასაქმებულის პოზიციიდან არ იქნებოდა სწორი ამაზე გაჩუმება. დღეს როგორ მუშაობთ? აი თქვენ ხო ამ ჭრილში ამ მიმართულებით მუშაობდით და მუშაობთ თქვენ სამსახურში, ხო? ევროპას და სხვადასხვა პროექტების შემდეგ აი როგორ გრძელდება თანამშრომლობა თუ პარტნიორობა თუ იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც ახლა ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს ან გლობალურად მიმდინარეობს, და ამ ცვლილებების ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ შეცვლილი საგარეო კურსიდან გამომდინარე და რაღაც მრავალვექტორული საგარეო კურსის არჩევის გავლენა იგრძნობა ჩვენზეც ბუნებრივია. ბუნებრივია იგრძნობა ისიც, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლების წევრებიც დაასანქცირეს, იმავე რეჟიმში ვერ განაგრძობს თანამშრომლობას ინსტიტუტების დონეზეც, თუნდაც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუტებთან, მაგრამ ეს ყველაფერი ესე კაფიოდ ეგრევე არ გამწყდარა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს დაშორების პროცესი ბუნებრივია მიმდინარეობს. ამ პროცესში ვართ ჩვენც. თუ წინა თვეებში 28-მდე ჩვენ კომუნიკაცია და აქტიური პარტნიორობა და თანამშრომლობა გვქონდა როგორც გერმანიის მთავრობის ინსტიტუტებთან, ამერიკელებთან, ევროპელებთან, ახლა ეს ყველაფერი აღარ არის. დონორებთან თანამშრომლობაზე რო ვისაუბროთ, ეს ყველაფერი შეწყდა. კი ბატონო.
და ასეც უნდა მომხდარიყო. ალოგიკური იქნებოდა სხვანაირად რომ მომხდარიყო. როგორ უნდა ჩადონ იმ ადამიანებმა რესურსი ჩვენში და ინვესტიცია, როდესაც ჩვენ აბსოლუტურად გადავუხვიეთ იმ კურსიდან, რომელსაც ერთად უნდა გავყოლოდით და სადაც უნდა დაგხმარებოდნენ ისინი. შესაბამისად ეს ჩვენს კანზეც იგრძნობა, ჩვენს სამსახურშიც იგრძნობა, პარლამენტშიც იგრძნობა და პარლამენტის კვლევით ცენტრშიც იგრძნობა, თუ დააკვირდებით ვიზიტებს, სადა ახორციელებენ ვიზიტებს, იქნება ეს სამხრეთ კავკასიის სამეზობლო, იქნება ეს ირანი, იქნება ეს ჩინეთის ელჩის მილოცვები. უფრო მარტივად აღვიქვამთ სურათს რეალურად როგორ ხდება ტრაექტორიის შეცვლა და პრიორიტეტების გადალაგება სამწუხაროდ. ბევრჯერ ითქვა, რომ შესაძლოა გამოსავალი ამ სიტუაციიდან იყოსო, რომ აი სრული გაფიცვა საჯარო სექტორის. ასეთი რამ როგორ წარმოგიდგენიათ, აი შესაძლებელია, ან თუ შეიძლება ჰქონდეს ამას შედეგი დღეს? გაფიცვის თემა არის ძალიან მგრძნობიარე საქართველოში. იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც ხელთ გვაქვს ტექნიკურად. იურიდიულად ძალობე დამეთანხმება, რომ ეს პროცესი, რომელსაც ვალდებულები ვართ რომ მივყვეთ, არ არის მოქნილი საჯარო მოსამსახურისთვის, რომ პროცესია. მივიდეს გაფიცვამდე. კოორდინაცია არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე. ამის გარდა ჩვენ თუნდაც რამდენიმე დღის წინ იყო ხო გაფიცვა. გაფიცვას ახლა ამ დღეებში ქონდა უფრო აი პროტესტის ფორმა. განაფრთხილებელი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაღალი გავლენა. მაგრამ საფრთხილო არის ეს საკითხი ძალიან, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ღიად გვემუქრებიან, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ კანონში ცვლილებები შეიტანეს, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გაორმაგებული დაკვირვების ქვეშ ვართ, აი ამ ყველაფრამდე ნაბიჯ მისვლა საკმაოდ გამოწვევებით არის ახსავსე. გაფიცვას კიდევ დავამატებდი, რომ აზრი აქვს მაშინ, როდესაც უბრალო, ნახევარზე მეტი მაინც იფიცება. და ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ნახევარზე მეტი საჯარო სექტორისა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება რეგიონებს, არა თუ გაფიცვისთვის არ არის მზად, არამედ საერთოდ შესაძლოა გაცნობიერებაც არ იყოს მათში იმისა, რომ ვინმე კერძო პირი კი არ უხდით ხელფას, ან ვიღაცის პერსონალური მომსახურე ადამიანები კი არ არიან, არამედ სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ინტერესებს ემსახურებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, არ ვიცი, ურბანული სივრცეებიდან ვერ შევუკვეთავთ ისეთ დრამატულ პროტესტს, რომელსაც ასევე ძალიან დრამატული პერსონალური და სოციალური შედეგების მოტანა შეუძლია იმ ადამიანებისთვის, რომლებთანაც ეს კავშირი, რომ თქვათ, რომ აი ძალიან ახლოა და მჭიდროა, არ იქნება სწორია. რა გზა გრჩებათ თქვენ, ვინც ჯერ მუშაობთ, არ ხართ გათავისუფლებული თქვენი სამსახურებიდან, მაგრამ თან გინდათ რომ ილაპარაკოთ და იბრძოლოთ. აი რამე სტრატეგია გააქვთ, თქვათ, რას იზამთ, რას გააკეთებთ, თქვათ. ერთ-ერთი რაც ვახსენეთ, ეს არის ინფორმირება და ცნობიერების დონე, რომ რამდენად ინფორმირებულები არიან ეს ადამიანები, რომ თუნდაც აი ის მწირი უფლებები, რაც ჯერ კიდევ დარჩათ, შეუძლიათ გამოიყენოთ და სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობთ მექანიზმებზე, რომ სწორედ განივრცოს ეს ყველაფერი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ინფორმაცია, არა მარტო მათი უფლებების, არამედ იმ ხარდაჭერის მექანიზმების შესახებ, რაც შეიძლება მიიღონ ამ ადამიანებმა. თუმცა იმ ხარდამჭერის მექანიზმებზე რო საუბრობ და გაფიცვაზე მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, როგორც კი პირველი პეტიცია გაჩნდა, იქიდან მოყოლებული მუდმივად თითქოს დამუნათება მიდის ამ ადამიანების გაიფიცეთ. გარდა იმისა, რომ ამისი მოქნილი მექანიზმი არ არის და კანონიერების ჭრილში და ჩვენ თუ ვიძახით, რომ ჩვენ კანონს ვიცავთ, შესაბამისად ჩვენ თუ რამეს გადავწყვეტ, კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, ხო, ვერ დავარღვევთ იმას, რასაც ვიცავთ. კანონიერი გაფიცვა ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ამისი, ასე ვთქვათ, მოქნილი მექანიზმი არ არსებობს, მისი შედეგიც კიდევ გაურკვეველია და ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ მიეცი შენ დამსაქმებელს შესაძლებლობა, რომ სრულად კანონის ფარგლებში გაგიშვას სამსახურიდან. მაშინ რო გაგიშვებენ, რას ვთავაზობთ? თუნდაც ის ასობით ადამიანი, რომლებიც გაუშვეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, ხო? საერთოდ არ იყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოხდება ამათი უფლებების აღდგენა.
ხო, გარდა იმისა, რომ ისინი სასამართლოში იბრძოლებენ, ამ კრიზისის ჩავლის შემდგომ ამ ადამიანების უფლებები როგორ აღდგება? არავისგან არ ყოფილა ეს განცხადება გაკეთებული. შესაბამისად, ჩვენთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ, ჩვენი თავი უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ, სწორედ პირველი ნაბიჯი ეს არის საინფორმაციო კამპანია, რომელზეც მუშაობთ და რომელიც საჯარო მოხელეებისთვის, ხო? საჯარო მოხელეებს და გააერთიანებს მათ თავიანთი უფლებების დასაცავად. და ერთი კითხვა მაქვს კიდე და მე თუ რამე არ გკითხეთ და გინდათ თქვათ სიამოვნებით მოგისმენთ. ამ გადაცემის გასვლის შემდეგ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, როგორ გონია? ის ფაქტი, რომ ერთ დღეში მეგობრული გარემო და შრომით ურთიერთობებზე დაფუძნებული კოლექტივი უცებ გიქმნის გქონდა და მე უცებ აღმოჩნდით ტრულ გარემოში, სადაც ადამიანები უბრალოდ მისალმებასაც ირიდებიან შენთან. ყველაფერი არის მოსაოდნელი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, შიშის გამო რაღაცეზე თავის შეკავება და იმაზე უარის თქმა, რაზეც ბრძოლობთ და რაზეც თქვით, რომ დიახ, უნდა ვთქვათ, თეთრს დავარქვათ თეთრი, შავს დავარქვათ შავი, ძალადობა როცა არის, უნდა დავარქვათ, რომ ეს არის ძალადობა, როცა კონსტიტუციური ჩარჩოდან ხდება გასვლა, უნდა ვთქვათ, თუ ჩვენ ანუ ამ შიშის გამო ამას შევწყვათ, მაშინ გამოდის, რომ თუნდაც იმ პირველ პროტესტსაც აზრი დაეკარგა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ და შესაბამისი პასუხებიც იქნება ჩვენი მხრიდან. მე არ მინდა, რომ საჯარო სამსახური იქცეს ბიუროკრატიად და წნეხად ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩემი გადასახადებით დავაფინანსო ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იჯდებიან და პენსიასავით აიღებენ ამ ხელფას, ან უბრალოდ იქნებიან მართული ოკუპანტის ინტერესების გამტარებელი პირების მიერ და შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ეს იქნება სამსახურის შიგნით, თუ დავრჩები, თუ გამიშვეს სამსახურის გარეთ. შესაბამისად ორივე სცენარისთვის პასუხები არის მზად. ჩვენ უკვე დიდი ხანია განუსაზღვრელობაში ვცხოვრობთ. როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ყოველი დღე არის განუსაზღვრელი. აი ამ განუსაზღვრელობით მივდივართ ჩვენ სამსახურში. ასეთივე განუსაზღვრელობით დავასრულებთ ამ გადაცემას და ვიქნებით მოლოდინში რა იქნება შემდგომი, მაგრამ შინაგანად მშვიდად ვართ. და ამ სიმშვიდის საფუძველი არის სამართლიანობა და მორალი. ღამე მშვიდად გვძინავს. შესაბამისად სამსახურიდან გაშვება, არ გაშვების საკითხი ძალიან პატარა ნაწილაკი არის იმ ყველაფრის, რაც ამ ქვეყანაში დღეს ხდება. და თუ ამას ვერ იაზრებენ კონკრეტული ადამიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ იმ ინსტიტუტებს, სადაც დაკავებული აქვთ ეს პოზიციები. აუცილებლად, იმიტომ რომ საქართველო არის პროგრესული სახელმწიფო, საქართველომ ეს დაამტკიცა, ახალმა თაობამაც ძველმა თაობებმაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანეს, შესაბამისად ახლა უკან დასახევი ნამდვილად არ არის, როგორ მშვიდობიანადაც და მტკიცედაც მივდივართ ჩვენ წინ, ისე უნდა გაგრძელდეს ყველაფერი. იქნება ეს წინ ევროპისკენ ნამდვილად პარლამენტის შენობის შიგნით თუ გარეთ. აუცილებლად მხოლოდ წინ. მე მაგალითად ძალიან მეშინია, რომ ჩემს ქვეყანაში ისეთი ცხოვრების წესი დამყარდება, რომელიც არც მე, არც ჩემს მეგობრებს, არც ჩემს ირგვლივ მყოფებს და ჩემს უცნობ ადამიანებს არ მისცემს საშუალებას იყვნენ ისინი, ვინც არიან. და მოუსპობს ყველნაირი სწრაფი სურვილს ბედნიერებისკენ, იმიტომ რომ მაინც ადამიანი ინდივიდია და უნდა რომ იყოს ბედნიერი. და ავტორიტარულ საზოგადოებაში არც ინდივიდუალური ბედნიერება, არც ოჯახური, არც საერთო ბედნიერება არ არსებობს და ძალიან მეშინია ფიქრისაც კი იმაზე, რომ ერთხელ შეიძლება აი ჩემ მცირეწლოვან შულს ხელი მოვკიდო და რომელიმე ევროპულ ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი. ამაზე ფიქრიც არ მინდა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქართულად შემიძლია საუბარი, სადაც მყავს დედა, ოჯახის წევრები, მეგობრები, სადაც ძალიან ბევრი მიშრომია იმისთვის, რომ არ ვიცი შედეგი როგორი მოიტანა, იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ყოფილიყო და სადაც მაქვს ასევე მამის აფლავი. და ესე ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობაა ჩემთვის. მე აქ მაქვს თავარი მიზიდულობა და არ მინდა რომ გაწყდეს კავშირი.
ეს არის შიში, დანარჩენი ძალიან ეფემერულია და ძალიან უმნიშვნელოვანია. მათ შორის სამსახურის დაკარგვაც, რაც თავის მხრივ არ არის უმნიშვნელო და ამბავი. მაგრამ ჩემ თავსაც და თქვენც გისურვებთ, რომ ეგ შიში არ გქონდეს მომავალში და დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა თქვენ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.